მოგესალმებით, მე ვარ შორენა ალიბეგაშვილი და ეს ჩემი არხი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად. სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, არის ძალიან ძველი ისტორიული შენობა, რომელიც არსებობს საქართველოში 1938 წლიდან. დიახ, ეს არის ბალნეოლოგიური კურორტი. საოცარი სივრცე და დღეს ჩემი სტუმარი საოცარი ქალბატონი, ადამიანი, რომელიც თითქმის 20 წელია არის წამყვანი, ტელეწამყვანი, რადიო წამყვანი, ასევე მსახიობი, ულამაზესი ქალბატონი, ინფლუენსერი და კიდე ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი აქვს ქალბატონ ეკას, რომელიც ეხლა ზის მარჯვნივ და იყურება მარცხნივ. იყურება მარცხნივ. ძალიან მიყვარს და რატომ ეკა? მე აგიხსნით, იმიტომ რომ მე პირდაპირ ვიტყვი ეკას, ესე პირდაპირ ეთერში ვეუბნები, ვარ ეკას ფანი. მრავალი წლის განმავლობაში. ყოველთვის მომწონდა მისი პირველ რიგში ერთია რომ ძალიან ლამაზი ხარ, მეორე ის ენერგეტიკა რომელიც მოდის შენგან, მესამე ყოველთვის მომწონდა შენი სტილი, შენი ჩაცმულობა, შენი ენერგია, აი ამ ყველაფერს, აი რაღაცნაირი ტანდემი გაქვს, მენტალური, ფიზიკური და ენერგეტიკული, რაც ჩემთვის ძალიან ფასეულია და შენგან, აი რო გაქრი რაღაც მომენტში, ვეღარ ხედავდი ამ დროს ტელევიზორს არც ისე ხშირად უყურებ. ჩემთვის იყო ძალიან სიმართლე რო გითხრა, უცნაური, იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს სცენაზე. ეხლა სიტყვას გადავცემ ეკას, გამარჯობა ეკა, ძალიან დიდი მადლობა რომ დათანხმდი და ეხლა აქ ხარ. პირველ რიგში, იმიტომ რომ მომწონხარ და ძალიან ყოველთვის ვამაყობდი შენი მოღვაწეობით, მართლა გულწრფელად გეუბნები, ეხლაც ძალიან მომწონს, რასაც აკეთებ. და ასევე ზოგადად მადლობა რომ ასეთი ხარ, როგორც ხარ. დამაბნიე. პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ გაგახსენდი ამ შენი ასე ვთქვათ წამოწყების თუ საქმის პროცესში და როცა ფიქრობდი ალბათ ვინ გინდოდა რომ ყოფილიყო გაგახსენდი ამ ადამიანებს შორის მე. ამისთვის მადლობელი ვარ. რამდენი რაღაც კარგი რომ გამოიმეტე შესავალში ამისთვისაც. მადლობა და რა ვიცი, მოყვები ყველანაირ ასე ვთქვათ წამოწყებაში და დიალოგში რა კურსითაც და რა ჭრილშიც. ვფიქრობ საინტერესო უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ დღეს არ შევეხებით ისეთ თემებს, რომელიც არის რომელიც დღეს აი პოლიტიკა ან ასე შემდეგ, ჩვენ ვეხებით მხოლოდ და მხოლოდ ქალის სილამაზის, წარმატების, სხვადასხვა ფორმულების თემებს, რომელიც დღეს არის სტერეოტიპული, რატომღაც, იმიტომ რომ დღეს როცა გადაშლი სოციალურ ქსელს, მე პირადად ძალიან ვიღლები უკვე აი ამდენი მოტივატორების, ფსიქოლოგების და ამდენი სხვადასხვა წესების მოსმენით. მე ვფიქრობ, დამღლელიც არის და ბოლოს კითხვა იბადება, სად არის სიმართლე? სად არის ის, რაც ნამდვილად გჭირდება შენ? ხო და აი დღეს მაინტერესებს როგორია ეკას ახალგაზრდობის ფორმულა და უბრალოდ აი ესე ნელ-ნელა გავყვეთ. და შევეხოთ ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით მომენტს, წარმატება. აი, რა არის წარმატების ფორმულა? და ზოგადად რა არის წარმატება? კარგი, გავყვეთ ამ თემას. პირველ რიგში ძალიან კარგია და საინტერესო აქცენტი შენგან, იმიტომ რომ შენ წარმოადგენ ამ სფეროს, ხო, რასაც თავის მოვლა, ახალგაზრდობის შენარჩუნება და ასე შემდეგ წლებია. ხო, ამ სფეროში ხარ შენ. და ძალიან ბევრი ქალისთვის ამ ხრივ შენ თვითონ ხარ მოტივატორი, ხო, ესეა რა.
და იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვინც არის ამ სფეროში პირიქით ცდილობს რომ აი მაქსიმალურად რაღაცა თავს მოგახვიოს თავის ინტერესებიდან გამომდინარე, ხო? ეს იქნება ვთქვათ ბიზნესი, იქნება ასე შემდეგ. ის ვთქვათ ფორმულების სტანდარტები და ამას ბოლო არ უჩანს, ეს ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ შეყევი ამ პროცესს არ არსებს სულ არის რაღაც, რაც შეიძლება გაიკეთო, სულ არის რაღაც, რაც შეიძლება ჩაიხედოთ სარკეშტო თქვა რომ მაგ რაღაც დღეს ცოტა 4 კი არა 5 ნაოჭა. ანუ ეს არის უწყვეტი პროცესი, ასე ვთქვათ და ამიტომაც ხედავთ ძალიან ხშირად ხო აი სოციალურ ქსელებშიც და ასე შემდეგაც რომ აი ყველგან პრინციპში ამ ტენდენციისგან აი დატანჯულ ქალებს. კი, და აი რას ფიქრობ ეგა, როგორ ფიქრობ ზოგადად? რა არის დღეს ქალის დისციპლინის ერთ-ერთი მთავარი კრედო? აი რა უნდა იყოს ქალი დისციპლინირებული? მოკლედ მე დღეს აი ნაკლებად მე რასაც ვიტყვი ეს იქნება მხოლოდ ჩემი ასე ვთქვათ ნაფიქრი, ჩემი დაკვირვება, ჩემი აზრი. მე ჩემი ნალაპარაკები არავითარ შემთხვევაში არ იქნება ცდელობა თავს მოხვევის ვინმესთვის. ყველაფერს აი სიმართლე რო ახსენე რომ აი რა სად არის სიმართლე? ყველამ ეს სიმართლე ალბათ თვითონ უნდა იპოვოს. არ არსებობს რაღაც ეს უნივერსალური გზა არც წარმატების კონტექსტში, არც სილამაზის კონტექსტში, არც თქვათ ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ანუ ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს იოგა, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს, რა ვიცი, სურვა, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს, არ ვიცი, რაღაცა ძილის მოწესრიგებული რეჟიმი პირველ რიგში და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ უნდა არ ვიტყვი, მე როგორ ხედავ ამ კონტექსტში შემიძლია მხოლოდ ვისაუბრო, რომ ეს სილამაზესთან დაკავშირებით გვაინტერესებს პირველ რიგში ახალგაზრდობის. ჩემთვის სილამაზე ახლა მაინც ტანდემია ყველა. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კომპონენტია აქაც, ისევე როგორც ეს სილამაზე რა არის, წარმატება რა და ასე შემდეგ, ხო, ეს რაღაცა ისეთი ხმამაღალი სიტყვები და ფრაზები, რომელიც ძალიან ხშირად გვესმის. აი რა არის ახალგაზრდობა? ასაკია თუ ცნობის მოყარეობა? ცნობის მოყარეობა. ინტერესი. ინტერესი ცხოვრების. ყველაფრის მიმართ. რაღაც რო არ ვიცი, აი არ ვიცი და მინდა რომ გავიგო. მეტი გავიგო. რაღაც რო არ გამომდის და მინდა რომ უკეთ გავაკეთო. აი ეს არის ჩემთვის ახალგაზრდა სული. რომელსაც არ ეზარება, რომ რაღაცა სულ აქვს თვალში სხივი, რომ რაღაცა იმის იქით კიდე რაღაცა იპოვოს და შეიმეცნოს. ანუ როცა ხარ გამომძიებელი, აი დამკვირვებელი, გამომძიებელი, გამტარი რაღაცა საინტერესო ინფორმაციის, როცა ასაკი არა აქვს. არა აქვს, ეს არის მთელი ცხოვრების პროცესი ეგ არის და ამიტომ არის საინტერესო. აი ეგ არის ახალგაზრდობა, როცა ვცდილობ რომ შენი რაღაცა ჩაქვიტკირებული და ჩაცემენტებული რწმენა წარმოდგენები ელასტიური გახადო. ეკა ძლიერი ხარ თუ სუსტი? ჩვენში ყველაში არის სიძლიერეც და სისუსტეც. ესეც ალსახად ხო ვერ იტყვი. ხანის ხდება ხანის. როდის იგძენი შენ თავი ძლიერად, აი ყველაზე მეტად, აი როდის იგძენი, ქონდა ასეთი მომენტი? კი, რა თქმა უნდა, ეხა ეს იცი რა არის, რა თქმა უნდა, ეხა იზრდები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება სხვადასხვა რაღაც მოგეჩვენოს ამის გამსაზღვრელი, ხო? იმიტომ რომ შენს გეცვლება ეს წარმოდგენა ხა ხო რაღაცა რამდენიმე წლის წინ რომ ეს კითხვა დაგესვა ჩემი პასუხი სხვა იქნებოდა ხო თავისთავად და მაგრამ ნუ რამდენიმე ესეც შეიძლება გამბედაობა არა იცი რა კარიერული თვალსაზრისითაც იყო ეხა რამდენიმე ესეთი ვთქვათ განსაკუთრებით რაღაცა ესეთი გამოწვევა და მაშინ იზრდები, როცა არ უშინდები იმ გამოწვევას რა და აი თავით შეეჯახები და იტყვი რომ უნდა ვცადო, უნდა გავაკეთო, თუ არ გამომივიდა ჩავფლავდები, it's okay. და გავაკეთებ. აი ეს არის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ შენ ხვალ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე გუშინ იყავი და ნუ მეორე ხა პროფესიული თვალსაზრისით ერთია, მაგრამ მე ვთქვათ მენტალურად შენ შინაგანად სიძლიერე კიდე სხვა რაღაცა კი ერთმანეთს ავსებს ეს ყველაფერი, მაგრამ აი მე მაგალითად როცა მივხვდი რომ ნებისმიერი წარუმატებლობა
ნებისმიერი წარუმატებლობა შემეძლო მეკცია ჩემს ძალად, აი მაშინ ვიგზნი რომ ვიყავი ძლიერი. ნამდვილად. რა არის შენი? და ეს ისეთი შვება იყო, მინდა თქვა, როცა ეს აღმოვაჩინე, რომ მენტალურად. ოკეი, რაღაცა არ გამოვიდა, დამარტყა და უცებ აი ეს რო ხდება, რომ გადადიხარ შემდეგ ეტაპზე, ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. აი ეს რო შეგიძლია გააკეთო და გამოუშვი შემდეგი, აი ამ დროს ვიგზნე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის შენი ენერგიის წყარო? ჩემი ენერგიის წყარო მე თვითონაც ვარ საკუთარი თავი. მინდა გითხრა, იმიტომ რომ ის რასაც ხშირად გარეთ ვეძებთ შიგნით არის ჩვენშია და აი იმაზე გაცილებით მეტი რესურსია ჩვენში და ფერი ვიდრე ხანდახან გგონია, მაგრამ აი ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს ენერგიის მომცემი, აი ჩვეულებრივი, რა ვიცი, მზიანი დღე, როცა შემიძლია მქონდეს რაღაც 1 საათი და უბრალოდ ჩუმად დავჯდე და მზეს მივეფიცხო, ეს შეიძლება იყოს ენერგიის მომცემი. მე ძალიან აქტიურად გაფოლოვებ და აი ტკბები შენი ყოველდღიურობით მომწონს, როგორ ანახებ დღეს, როგორ ანახებ შეგრძნებებს, ანუ გრძნობას, ეს ყველაფერი ერთია რომ შენი თვალებიდან ასხივებს. ხო მე ესე ვხედავ. აი ძალიან ჩანს რომ შენ მუდმივად ხარ აი რაღაცნაირად ენერგეტიკულად სავსე და ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, მე მიხარია შენ თუ ესე ხედავ. რა თქმა უნდა, ეს ესე იდეალურად და რაღაცა მუდმივად ესეთი მზარდი არა აქ მას აღმავალი ხაზი, ხო? ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ხან სავსე ვარ ენერგიით და ხან არის ესეთი დღეები, რომ შეიძლება სულ საერთოდ არ მინდოდეს, რომ ფარდები გადავხსნა. ეს ძალიან იშვიათად ხდება, სიმართლე გითხრა და ამის უფლებას ძალიან იშვიათად ვაძლევ ჩემს თავს. რომ მაინც ანუ ეგ არის რა, ანუ რა ვიცი, ჩემი ცხოვრების ფილოსოფია ეგ არის, რომ არა, it's okay, თუ რაღაცა არ არის, მაინც ანუ სწორება გააკეთო რაღაცა ნათელზე რა. დისციპლინირებული ხარ ზოგადად? ძილი. იც და არაც. აი ხა მაგალითად ამ ეტაპზე ძალიან ცუდად ვიქცევი ძილის თვალსაზრისით. აი ძალიან ცუდად ვიქცევი და ვიცი რომ აი დღეს ხვალ ეს უნდა გადავტეხო რაღაცნაირად, იმიტომ რომ აი ბოლო პერიოდში ვარ სულ რაღაც აი ძალიან მენანება დრო. აი ყველაფერი ჩქარ-ჩქარა მინდა. აი ფილმის ყურებას ვიწყებ აი რაღაც პირველი საათიდან 3-მდე მაინც მინდა რომ ის დრო მოვიგო, რომ აი დღეს ზანამ დავამთავრებ დღეს აი კიდე რაღაცა ახალი იქნებ შევიმეცნო, მაგრამ ნუ ეს არ არის ახლა სწორი, იმიტომ რომ მე საკაცო შეიძლება გადაიწვა და დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია კი, იმიტომ რომ საკუთარ აი მე რა მგონია იცი რომ საკუთარ თავს რომ პატივს ვცემ ანუ მე სხვასთან ურთიერთობაშიც ვლინდება ეს რა. ამიტომ მე რო ვიცი რომ მაგალითად შენთვის ეხა ეს 15 წუთი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი რაღაცა გადაიღალე და გძნობ და ხვდები რომ აი შენ მომენტში გინდა რომ დაჯდე 15 წუთი და არ მელაპარაკო. აი მე გძნობ ამას რა. ხო და ამიტომ შენ თავს როგორც ექცევი და იცი რომ რაღაცა შენთვის იმ დღის მონაკვეთში მიღებულ საკვებს თუ ძილს თუ რაღაცა 5 წუთი რაღაცა შენთვის გამოყოფილ დროს შენ თავს რო თან მიმართებაში რო პატივს ვცემ, სხვასთან მიმართებაშიც მე სხვანაირად გონია რომ აი საზღურები ოღონდ კარგი და ლოიალური გაგებით და ეს არ არის ცუდი და რაღაცა ხშირად ეგოიზმთან აიგივებენ ხოლმე და ეს არ მგონია რომ იყოს. ამიტომ სხვის დისციპლინასაც მე პატივს ვცემ და თან რა ვიცი ხა ეს დისციპლინაც ჩვენ ჯანმრთელობასთან კავშირში ძილი იქნება თუ სპორტი იქნება, ყველაფერს ჭირდება რა ცოტა დისციპლინა. ანუ ამის გარეშე არ გამოდის. არც საქმეში, არც სხვანაირად ელემენტარულად ხო? რიტუალი გააქვს? აი გააქვს ზოგადად შენი რიტუალი, დილის რიტუალი, ღამის რიტუალი ან ზოგადად რიტუალი? ამას აქ ვერ მოვყვები. რიტუალები? ну, აი ხა რაღაცა ისეთ განსაკუთრებული და აი ბიუთი რიტუალი მაგალითად. ну, აი მაგალითად, რასაც აი თითქმის გამონაკლისის გარეშე ვასრულებ ყოველთვის, თუ რაღაცა სასწაული არ ხდება და ძალიან არ მეჩქარება და არ გავრბივარ სადღაც,
წყალი, ჭიქა წყალი. დილას უზმოზე აუცილებლად. აფირმაციით თუ? იცი რა, შეიძლება ესე გააზრებულად, რომ აი ხა მე შეიძლება ესე არ იყოს. მაგრამ შეიძლება სხვა მონაკვეთში იყოს ეს აფირმაციის მომენტი რა. მაინც ხა წყალთან მიმართულებით. იცი რა, თუ ძალიან ორგანულია და შინაგანად გთხოვს რაღაცა მოგცემს რა იქიდან ნიშანს, ხო? აი ეს უხლა ქვით ასე გააკეთეთ მეც ვიძახი ამას, მაგრამ ნუ მე უფრო დახურულ სივრცეში იქ სადაც ერთ მოაზროვნე ადამიანები ერთად გროვდებიან და ერთ მიზანს მიყვებიან და არა ისე გაფანტულად რომ მაინდამაინც ყველა უნდა იცავდეს ერთენას. იცი ყველა უნდა ცადოს ეს რა, ცადოს და მიყვეს და იგრძნობს. შინაგანად რაღაც დაუდასტურებს ამის სარგებელს და ამის მოთხოვნილებას, რომ ეს გააგრძელოს ან აკეთოს ყოველდღე ან არა. ხა რაღაცა პერიოდი მქონდა მაგალითად ცხოვრებაში ისეთი, რომ ძალიან მჭირდებოდა რომ ეკეთებინა იოგა და მესმინა, ვთქვათ, იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მიმართულებით იცის ბევრი. და რაღაც ცხოვრების რაღაცა პერიოდში აი მიუხედავად რომ ეხლა აქტიურად არ ვაკეთებ, ანუ ის მდგომარეობა, რომელსაც მაშინ თქვათ გავუღე კარი, ის სულ ჩემთან არის. ანუ მე შეიძლება ეხლა დღეს რაღაცა იმაში მედიტაციას არ ვაკეთებდე, ამ წუთას თქვათ აქტიურად არ ვიყო ამით დღეს დაკავებული, მაგრამ აი ის პერიოდი, რაც ამან მომცა და რა თქვათ რა ცოდნაც და რა დიაპაზონიც შით შემახედა და მე არ ვამბობ რომ თლიანად მისი სარგებელი ასე ვთქვათ გამოვწურე კარგად ძალიან დიდი პერსპექტივა მაქვს კიდე ამის წინ რა, მაგრამ აი რა პროცენტითაც გამეხსნა ეს სამყარო და რაც გავიგე და რაც მოვისმინე, რაც შევიმეცნე, აი ის დღემდე, ანუ ეგ ჩემშია რა. ანუ მაგას ვერ წაიღებს ვერავინ, გესმის? ამიტომ რას ვამბობ, რომ ეს დისციპლინა რაღაც ეტაპზე გჭირდება, რომ შენ მიხვდე მოусმინო და შენს გაეხსნა რა და მე უკვე შენ თვითონ მიხვდები ეს ყოველდღიურად გჭირდება რომ ფიზიკურად აკეთო დისციპლინირებულად თუ შეიძლება რაღაცა ეტაპობრივად წამოწ ანუ უნდა მოусმინო რა შენს თავს რა აბერებს ადამიანს, რა ჩვევა აბერებს ადამიანს შენი აზრით და ზოგადად როგორ ბერდება ადამიანი, საიდან მოდის ეს ყველაფერი? ნუ ეხლა ახალს არაფერს არ ვიტყვი, ხა რასაკვირველია და ასე შემდეგ, მაგრამ თავისას შვება ეხლა ხო ეს, მაგრამ აი ხო შეიძლება ადამიანს კონდეს ნაოჭებიც, არ იყოს ახალგაზრდა, მაგრამ მაინც ასხირებდეს აუცილებლად და შეიძლება იყოს 20 წლის საერთოდ უნაოჭო, ულამაზესი, მაგრამ აი რო შეხედა უნარო ხობერია. ძალიან ბევრია, კი, რა თქმა უნდა. არა, სიბერეც კაია, სიბერე პრივილეგია პრინციპში რა, ხა ეს სიბრძნე. ანუ ბებერს მე ცოტა სხვანაირ კონტექსტში ვიძახი. არა ის მდგომარეობას კი ხო რას მდგომარეობა რას გულისხმობ თამაში ხო როცა ჩამქრალი ხარ როცა არაფერი არ გინდა როცა სულ რაღაცა ნეგატივზე აკეთებ აქცენტს არაფერში არ ხედავ რაღაცა საიმედოს ნათელს ეყრდნობი რაღაცა ისეთ რეტროგრადულ და დესტრუქციულ აზრთა წყობას და მენტალიტეტს როგორც რომ რა დროს ჩემი ეს არის აბა რაღა დროს ჩემი სწავლა ეხლა რაღა დრო აი ხვდები სულ რომ უკან ეკაჩები შენს თავს რა მე ვფიქრობ რომ აი ეს გაბერებს ანუ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში როცა შენ ხარ შენი თავის შეზღუდვაში მუდმივად აი ლიმიტი სულ ეს მარტო შენი ბრალი არ არის სოციუმი გარემო სად გაიზარდე რა უბანი მეზობელი იმან რა თქვა ამან რა თქვა ამან რა ჩამინერგა იმან აი ყველაფერი ერთად უბრალოდ შენ თუ იპოვი ძალას და ეს არ არის რაღაც ერთჯერადი ბრძოლა და ერთჯერადი გამარჯვება შენ მუდმივად გიწევს რომ ეს გადაწონო ჩვენ ყველას გვაქვს ესეთი რაღაცა ტვირთები, რასაც მოვათრებთ. და უბრალოდ სურვილი არა აქვს. აი მე ვაკვირდები ადამიანებს. ანუ თვითონ მოწონს ის მდგომარეობა, თუნდაც მუდმივი წუწუნი, მუდმივი საზღვრები, აი თვითონ მოწონს ის აურა, ის გარსი, რომელსაც იქმნის და იმაში ხარშება და მისი არჩევანი რა თქმა უნდა სხვას. ხო, ნუ ეხა ეგ რა თქმა უნდა
მოდი, მოვიტყოთ თავს და ვიტყვით, რომ ჩვენ არ გქონია ესეთი მომენტები. ყველას აქვს ესეთი მომენტი და ესეთი ფაზა. არ არსებობს. ყველას აქვს. უბრალოდ აქაც შენ უნდა გეყოს, რა ვიცი, სურვილი, ნება და ძალა, ხო, რომ გაიაზრო ეს ჩახედო ამას თვალებში და კითხო შენ თავს, რას ვირჩევ მე? რას ვირჩევ მე? გუშინდელ წარუმატებლობას თუ შანს იმის, რომ ხვალ რაღაცა ახალი დღე და ახალი რაღაცა გამოწვევა, ახალი მიზანი და ახალი ოცნება სტრესიდან გამოსვლა არის ტრავმა, სტრესი, წარუმატებლობა, იმედგაცრუება, რომ რაღაცა შენ ესე წარმოგედგინა და ესე მოხდა. ის ამას არიზავდა, მარაქნა. ეს ალბათ იმის მოლოდინია, რომ ჩვენ ზოგადად ისე გვაქვს აწყობილი გონება, რომ რატომღაც რაღაცა მოლოდინი გაქვს გარკვეული სიტუაციიდან, გარკვეული ადამიანებისგან, მაგრამ იმასაც უნდა მივხვდეთ, რომ აი ეს მოლოდინი ზოგჯერ როცა არ მართლდება, მე უკვე გაგძებს რაღაცა სტრესულ დრამაში. ამ დროს არაფერზე, ანუ შენ უბრალოდ უნდა იცხოვრო და მიიღო აი trust the moment, რაღაცნაირად დინებაში უნდა იყო. ხო, ალბათ მე ასე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევისთვის ეხლა ასე ვფიქრობ. შეიძლება არ ვფიქრობდი ასე 5 წლის წინ, მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრებდი ასე და ეს კარგია, ანუ თუ სულ ერთნაირად ვფიქრობ, მაშინ არის პრობლემა. მე თუ მკითხავ, ყველაფერზე თუ ერთნაირად ვფიქრობ ისე როგორც 20 წლის წინ ვფიქრობდი, უნდა მიხვდე რომ რაღაც პრობლემა გაქვს. ხო, ანუ თუ ფაქტორებზე ვლაპარაკობთ, რამ შეიძლება ეგ მდგომარეობა გამოიწვიოს რა, ეს რაღაცა აპათია, რაღაცნაირი უიმედობა, ძალიან ბევრმა რაღაცამ, ანუ შეიძლება და აქ ის მომენტიც არის, რომ შეიძლება ვიღაცისთვის აი ეს ძალიან ბევრი სტრესი, ტრავმა, რაღაცა არ აღმოჩნდეს საკმარისი ამ მდგომარეობაში ჩასაგდება და ვიღაცისთვის აი ერთი წვეთი იყოს საკმარისი და იმან დაატრიგეროს, ხო? აი გააჩნია ვის როგორი ფილტრი, როგორ უმუშავებს, ასე ვთქვათ. და აი დღეს მაგალითად დაკვირვება არ განახებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს სტრესიდან გამოვიდეს მედიკამენტოზურად. ანუ ცდილობს, რომ რაღაცა წამალმა და უშვილოდ დააწყნაროს, დააძინოს. ამ დროს არსებობს მეთოდები, არსებობს სხვადასხვა, კი არ მინდა დავერქვა ფორმულები, მაგრამ ელემენტარულად თუ შენ შეისწავლი საკუთარ თავს, შენ შეგიძლია გამოიმუშავო რაღაცა კონკრეტული გზა იმისათვის, რომ გამოხვიდე იმ მდგომარეობიდან, მაგრამ არ უნდა ადამიანებს, რომ მიდიან მიმართავენ ერთ რაღაცა ტაბლეტს, მაგრამ ნახე, ეხლა ჩვენ საუბრობთ აი რაღაც ამ სასიამოვნო გარემოში მე და შენ წყნარად და მშვიდად, მაგრამ ადამიანი, რომელსაც ეჩვენება, რომ გამოსავალი არ არის სხვა გარდა ტაბლეტისა, ის ჩვენ იმ მდგომარეობას ეხლა აქ მჯდომები, მაინც ვერ შევაფასებთ ისე, რომ ასე ვთქვათ, რომ ეს სწორია თუ არა. იმ მომენტში ის ადამიანი იმდენად ცუდად არის, რომ დიახ, სხვა გამოსავალი არ ეჩვენება. ანუ ზუმ-აუთის საშუალება იმის, რომ გაშალოს იმან და პერსპექტივაში შეხედოს, დისტანცირება გაუკეთოს თავის თავს და გვერდიდან გამოვიდეს და შეხედოს, რომ იცი რა, შენ შეიძლება სამთოში ამაზე გაგეცინოს და მე მგონი ეს ყველაფერი მხოლოდ შენი შეფასებაა და არც ისე დრამატულად არის საქმე და ასე შემდეგ. ანუ ვერ ახერხებს იმ მომენტში, ხო? და რა უნდა გააკეთოს, როდესაც არც ის ტაბლეტი უნდა, არც ალკოჰოლი უნდა, არ უნდა, მაგრამ ვერ უმკლავდება. ხო, აი ვერ უმკლავდება, ეს არის. არც ეხლა მე ძალიან გამიჭირდება, ეხლა მანდ, რა ვიცი, სამედიცინო მიმართულებით ეხლა ვერ შევალ კომპეტენციაში, ხო, მაგრამ შეიძლება რომ იმ რაღაცა ის მოკლე პერიოდი ჭირდებოდეს ის ტაბლეტი ეხლა. უბრალოდ იქიდან მერე დროულად უნდა გამოვიდეს და გადავიდეს რაღაცაზე რა. მინდა რომ დავეხმაროთ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენ მოგვისმენს ძალიან ბევრი სხვადასხვა ქალბატონი, ბატონიც, ვინც სხვადასხვა მდგომარეობაშია და ჩვენ, აი, ჩემი არხი რისთვის არის, იცი ეკა, ჩვენ ძიებაში ვართ. ანუ არ ვთავაზობთ ერთ კონკრეტულ ფორმულას, ყველას თავის ფორმულა აქვს. აბსოლუტურად გეთანხმები. ჩემი ფორმულა მაქვს. რომელიც შეიძლება არ იმუშაოს ჩემზე. რა თქმა უნდა, ამიტომ
ჩვენ ინსტრუმენტებს ვაძლევთ და ადამიანები იქიდან თავისთვის უკვე თავისი ანალიზიდან გამომდინარე, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავის ფორმულას რა თქმა უნდა, ამიტომ რასაკვირველია. როგორ შეიძლება შენი აზრით? კაი, თქვათ მე შეიძლება უთხრა დღეს დაამთავრე და მორჩა. როგორც მე ახლა მაგალითად ვცდილობ რომ ძილის ფორმულა შევიმუშაო. ვიძინებ ძალიან გვიან, ღამის 3 საათზე. ნუ ასე მოიტანა ჩემმა ყოველდღიურობამ. მაგრამ ცადე 12 საათზე არ გამომდის. ყველანაირად ვეცადე, მე ერთ რაღაც საინტერესო სტატიას წავაწყდი, სადაც იძახიან, მოდი -30 წუთი და ყოველი კვირა დამცირებ, გადმოწიე. დღეს რომელზე გიწევს დაძინება? დღეს მე მიწევს 3:30-ზე, ოღონდ ხვალ უკვე 2-ზე. ანუ ნახე ერთი კვირა. ერთ კვირაში დაგირეკავ და მითხარი. 12-ზე რო დაიძინე როგორ ეკავ? ანუ 12-ზე მე ვიქნები სადღაც თვე-ნახევარში. თვე-ნახევარში ესე ამცირე? ანუ ხო ერთი კვირა. თითო კვირა ამცირე. თითო კვირა. მე მეგონა ყოველ დღე. არა, ყოველ დღე არ გამოდის. ცადე არ გამოდის. არ გამოდის ეს. ერთი კვირა. too much იყო ხო? ხო, ეს too much. კი, მაგრამ ცადე და სხვათა შორის მუშაობ. კი, აი ხა იმ კითხვას რო დაუბრუნდეთ, რომ როგორ მილიონი რაღაც ახლა დღეს მით უმეტეს თან იმდენი ინფორმაცია უკვე თქვათ ინტერნეტში ასე შემდეგ ხო რომ მინიმუმ ეს შეგიძლია მოიძიო წაიკითხო მაგრამ იმ მდგომარეობაში როცა შენ ფიქრობ რომ საშველი არ არის და ხოლო წამალი გჭირდება იმ მომენტში იმის ძალაც არ გაქვს რომ ახლა შენ კომპიუტერი გახსნა დასერჩო წაიკითხო და თქვა რომ ოკეი ხვალიდან მე არა ამიტომ რაღაც უბრალოდ ეხა აი მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრია სპორტი და ფიზიკური აქტივობა აი თუ ამის მართლა აი უბრალოდ უნდა რობოტივი დადგე და წახვიდე და გააკეთო რა აი უბრალოდ აი მეც ძალიან ხშირად გქონია ეს მომენტი წავიდე თუ არ წავიდე მოდი რა შაბათიდან წავალ არა მოდი ეხა დღეს ხვალ მოდი დაბადების დღეზე წავალ ბარემ ეხა რაღაცა ბარემ გემრიელა ჩოჭონო მე და ანუ არა აი რობოტივით უნდა ადგე აი ზომბი აი ეს არის დისციპლინის ერთი პირველი ეტაპი. ხო, სადაც აი კი არა რომ იმ შარვალში ჩავედიო, არა, ადექი წადივარდი, ადექი. აი ხო. ეს მომენტი, სპორტი, რა ვიცი, აი რისიკეთებაც ძალიან გიყვარს. აი ძალიან გიყვარს. როგორ ფიქრობ? და წრე, აი ხო. ეს მინდოდა აუცილებლად მეთქვა, იმიტომ რომ აი შეიძლება ჩვენი ძალიან საყვარელი და ახლობელი ადამიანები შეიძლება ოჯახის წევრი. ჩვეულებრივად განგრევი. შეიძლება შენი ბავშვობის, აი უახლოესი მეგობარი, აი რო იტყვი რომ ჩვენ ერთად მოვდივართ წლებია და ჩვენ ვიცით ყველაფერი პლანეტის დრამაც და კი, ოკეი, ეს ძალიან კარგია და რასაკვირველია ხა ესეთი ადამიანი ყველას ყავს, დიდი სიმდიდრე და ასე შემდეგ. მაგრამ აი სიღრმისეულად რომ ჩახვიდე და შეიძლება აღმოაჩინო ისეთი რამ, რაც შენ ძალიან არ მოგეწონება. იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი ტოქსიკურ გარემოს და აი იმ წარსულზე ჩამოკიდებას და აი რა ვქნა ეხლა და რაფერი არ იქნება საშველი აი სამწუხაროდ წრე და ადამიანებიც განაპირობებენ და გაუაზრებლად ხანდახან ის შენი კეთილის მსურველია განამტერია, მაგრამ აი ესე გამოდის, იმიტომ რომ იმას ეს ენერგია აქვს რა, ეს მოყვება, ის თავის თარგს და ეგრეთ წოდებულ თავის პატერნებშიად რა. ანუ ეს არის სხვა ვიბრაციაზე უკვე შენ გადადიხარ სხვა ვიბრაციულ რაღაც ცხოვრების ტემპში ხარ, ის სხვა ვიბრაციებშია და შენი ნაწილია, შენი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ როდესაც შენ ხვდები მის გარემოცვაში, შენ გრძნობ უკან გწევს. ხვდები რომ არის შემზღუდავი ენერგია. აი როგორ ფიქრობ, ანუ ხო ვერ წერტილს ხო ვერ დასვა ურთიერთობაში და მეორე მხრივ იცი რომ განგრევს. აი როგორ უნდა მოიქცე ამ დროს? იცი რა არის ხა მე არ ვიცი როგორ უნდა მოიქცეთ, მე ვიცი, ვთქვათ მე როგორ მოვიქცეოდი. ქართული ასე ვთქვათ ურთიერთობები და აი ის ფორმატი, ასე ვთქვათ, ურთიერთობების ოჯახური თუ მეგობრული, რამდენადაც უამრავი პლუსი აქვს ამას, ხო? აი იმდენად ხშირ შემთხვევაში
უკუ ეფექტიც აქვს თუ როგორ მუშაობს ის რეალურად რა, იმიტომ რომ აი ხანდახან როცა რაღაცა ვთქვათ, აი რამდენჯერ გითქვამთ თქვენი ახლო მეგობრისთვის რომ რაღაც გეწყინათ. ხო, აი რაღაცა რო გეწყინა, ხო გაგიტარები, აი ვიფიქრებ რომ არა მოდი არ დავძაბავ, მოდი მეც მილიონჯერ გამიკეთებია ეს, მილიონჯერ. მაგრამ ხანდახან ჯობია რომ აი მე უფრო ვეუბნები გაენდო და უთხრა. ხო, შეიძლება ეს ეხლა უკვე ხასიათი მაქვს, იმიტომ რომ მაინც ეს სასწორი ხო იცი დიპლომატია, ანუ ფორმას ვიღებ ისეც და აუცილებლად უნდა უთხრა, იცი რატო? იმიტომ რომ მე ნეგატივი მოდის ჩემგან, შინაგანად ეს მეტყობა. გროვდება და მე სადღაც ამოხეთქავს. და ისე დროს შეიძლება ამოხეთქოს, რომ ის გაუკვლობაში ჩავარდება და მე მქონდა ძალიან ბევრჯერ, ამიტომ უფრო ვერ გაიგებს მე რა მოხდა. ხო, მირჩევნია პირდაპირ ასე ვაჯახებ. ცოტა სტრესში ვარ, მაგრამ ნუ ჩემს გარშემო ვინც არიან უკვე მიჩვეულები. მესმის, მაგრამ აი რომ განვაზოგადოთ ალბათ, ხო? მაინც აი იგივე ოჯახის წევრთან იქნება, აი რამდენია ხო? ნათესავი, ახლობელი, მეზობელი, აი ვერ უთხარი, ხო არ ვეტყოდი, ხო არ დავძაბავდი, ხო რაღაც და ამ დროს კომუნიკაციის ნაწილია ეს. მე ჩემს თავსაც ვეუბნები ამას ეხლა რასაც ვლაპარაკობ, ჩემს თავისკენაც ვისვრი ამ მესიჯებს, არა მარტო გარეთ, ხო? ხო და ამ დროს სინამდვილეში არ არის აუცილებელი რომ აწყენინოთ, აკარგო და წერტილი დაუსვა. უბრალოდ დააწესო რაღაცის, ვთქვათ, საზღვარი ან ადამიანს აუხსნა, რომ იცი რა, აი მე რო შენ გელაპარაკები ამ ჩემ რაღაც დიდ ოცნებაზე და შენ რომ მე მუდმივად თითქოს კარგი მრჩევლის და თითქოს და ყველაზე დიდი გულშემატკივრის პოზიციიდან შეიძლება მართლა არის და დარწმუნებული ვარ რომ ასეთი ბევრი ყავს გარშემო, მაგრამ აი სულ რომ აქცენტს მიკეთებ იმაზე რომ და რომ არ გამოვიდეს ხო და მე რა და აი სადღაც რო აი სუაი ამ ასე ვთქვათ ყუდს მიქნებ მოდი ერთხელ ცადე და მითხარი რომ და რო გამოვიდეს აი ამას წინაც რაღაცას კითხულობდი და იქ შემხვდა რომ აი ერთხელ ცადეო რა და წარმოიდგინე რომ ყველაფერი ისე წავიდა როგორც შენ გინდოდა. იმიტომ ჩვენ ხო სულ იმაზე ვფიქრობთ რომ არაფერი ისე არ წავა რაც როგორც მე აი წარმოიდგინე. არა და ამის შანსი ხო არის. ვიფიქროთ ეკა, მაგრამ აი ძალიან სწორად აღნიშნე, მეც მყავს, ეხლაც არის ჩემი მეგობარი, რომელიც პერიოდულად ესე მეუბნებოდა, აი მაგალითად მე ხო რაღაცა ძალიან გასული და ის უცებ ბახდა მომიწევს. მე ისე არ იმუშავებს ეს ეხა საქართველოში. არა, იქნება, ესე მოხდება და რამდენჯერმე ესე ძალიან ცოტა მკაცრად ვუსაყვედურე. ეხლა უკვე იცის, რომ თუ ასე იფიქრებს, მე არ უნდა მითხრას, ანუ ხო, არ იმპრეს მე არ მეხმარება რა, არ მეხმარება. აი ნახე, რჩება რაღაცა მომცე, აი განვიხილოთ, რომ აი რა შეიძლება რისკები, აი რა შეიძლება ესე ხო არ ჯობს, ასე ხომ არ აჯობებდა, მაგრამ აი ის რომ მუდმივად შენ ეცადო რომ აი უკან მომქაჩო, რატო? კაცო, რატო გამიშვი რა? ხო. და თუ რაღაცა ის ესე იგი მე წყარად მაინც ვიქნები მე რომ აი მე ვცადე. ოკეი, მე არ გამოვიდა. იცი რა, კიდე მეგობარი თუ არის და მეზობელი და რაღაცა ისე ნაცნობი, კიდე ის ოკეი, მაგრამ როდესაც ეს არის ოჯახის წევრი, ეგ არის ყველაზე რთული, ის მშობელი, მეუღლე, მეგობარი, ისეთი რომელიც რომ ალბათ ყველას გაგვიგია ეს არა, აბა მე მცუდი მინდა შენთვის? არა, არ გინდა ცუდი, ვარც მე არ მინდა ჩემთვის ცუდი, მაგრამ ბიჭო დამაცადე. ხო, კი. ანუ ამიტომ აი მოკლედ აი მე განვითარების საშუალებას არ გაძლევს თუნდაც ვიზუალურად, ანუ რაღაცნაირად ვერ უცებ დამიწებას გიკეთებს. აი მე მაგალითად ცოტა მიჭირს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. კი, ანუ მე ზუსტად ვიცი რომ ეს ენერგია ძალიან ბევრი წელი დამჭირდა რომ ეს გამერკვია. ესეც არ არის ადვილი ასე ვთქვათ პროცესი და რაღაცა ის რომ აი ხა ერთ ხელ მივხვდი და მე ესე გავაკეთე ფილტრაცია და იმას უთხარი რომ შენ აქამდე მოდი და შენ არ შემოხვიდე და ესე არ ხდება, მაგრამ ანუ თავარია რომ შენ მიხვდე რომ შენზე ეს კარგად არ მუშაობს. ხო. აი არ მუშაობს რა. და ამიტომ მეც როცა რა ვიღაც რაღაცას მიყვება და მე მიუგნებ რა ამის გაკეთება მინდა და აი ყოველთვის ჩემი მესიჯი ის რომ აი ესე იგი იმ ადამიანმა თუ ის ადამიანი თუ მივიდა იქამდე რომ ამაზე ამდენი იფიქრა, მე მოვიდა და მე ამას ესე იგი ძალიან უნდა იმის გაკეთება.
აი არ მოასვენებს ის რა. არ მოასვენებს. ხო, აი დღეში რამდენი ფიქრი შემოდის და გადის, ხო? შემოვიდა, გავიდა, შემოვიდა. რაღაცაზე თუ 1000-ჯერ მოვიდა, ესე იგი რაღაც არ გასვენებს და გინდა. და შეიძლება ამ შენმა უნდა გააკეთო. ამიტომ აი ხო. ძალიან ყველაზე ამიტომ აი მე იყოს სულ ვცდილობ ხოლმე რომ აი თუ ჩემგან არის ეგ გასაცემი, აი პირიქით მიდი. ხო, მე თვითონ ძალიან ხშირად ვერ ვაკეთებ ამას. არ გეგონოთ რომ ეს მოდის და მოჭკებს და მოედინება. არა, ძალიან ხშირად ვერ ვაკეთებ ამას. ნუ ზოგადად ესეა წყობილი ადამიანის ბუნება, შენ ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება აი სხვისთვისაც, აი კარგი რჩევა მისცე, კარგი სწორი გზა მიუთითო და შენთვის ანუ ვერ გამოიყენო ეს შენი თქვათ უნარები საშენოდ, სასარგებლოდ და სხვისთვის იყო ძალიან მაგარი მოტივატორი, მაგარი ძალიან ინსპირატორიც და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ალბათ უნდა ვისწავლოთ, რომ ის ენერგია ჩვენზეც მე ძალიან ხშირად გქონია, აი სხვის სიდაჩაგურის გამო, ან სხვის სიუსამართლობის გამო შემიძლია რომ გავიბრძოლო, აი გავიტანო. ჩემზე რომ იდგება, შეიძლება ვერ დაიცვა შენი თავი. აი, ვიცი რა, ვერ კი არა, აი, ხო რა, აი რა. ოკეი, ანუ ჩემ აი ეგ არის ისი დაკარგვის ან გეშინი არა, მაგრამ რას არ დაკარგავდი არასოდეს, ანუ რა არის შენი ფასეულობა? ნუ მას მერე რაც მამა დავკარგე, მაგის მერე ძალიან მიჭირს გითხრა რომ რამე კონკრეტული საკარგვას ადამიანის ჩივი, მაგრამ ხო რისი დაკარგვა? რო არ დავიღალო და არ თქვა რომ აი ხო აი არ ნახე არ ვიცი ხო ენერგიის კი არა აი რომ რა ჩემი თავისი ყველაფრით რა რომ აი არ მომბეზრდეს და არ დავიღალო აი ის რაღაცები რაც ეხა გითხარი რომ აი ცნობის მოყარეობა ის აი ეს ვარ მე და ამიტომ აი ეს უნდა რომ იყოს სულ ჩემთან ხო ხალისი ალბათ უფრო აი ეს ცეცხლი იმიტომ კი არა რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად არის არა შეიძლება იმ მომენტში საერთოდ არაფერი არ არის კარგად მაგრამ შენ რას ირჩევ რომ რა პრიზმით და რა ფერში უყურო შენ რა ფერში უყურო სულ ჭრელი ფერადი რა ვიცი ხან ისი ხან ესე რა ისე როგორი სტილი გიყვარს აი ჩაცმულობაში მე ვხედავ ყოველთვის მოწონს შენი სტილი მაგრამ აი რომელია უფრო შენი თუ შენ ხასიათის მიხედვით იცვლება ხასიათის მიხედვით იცვლება იმის მიხედვით ვთქვათ მე რა ვთვლი რომ მიხდება მე არ მიყვარს აი და არ მიყვარს კოპირება აი რაღაცა არის ტენდენციური და მოდაში და ამიტომ ყველას უნდა აი ეს არ მიყვარს მე რა ანუ შენ რაღაცა რაც ცალსახად არ მომწონს იმას არ ჩავიცვამ იმიტომ რომ ვიღაცა ინფლუენსერს აცვია კი ბატონო არც ბრენდი არ განსაზღვრავს ჩემთვის არაფერს ხანდახან პირიქით კარგზე არ მიუთითებს ჩემთვის და ხო ანუ თავარი არა შენ რა გამოგხატავს ყველაზე კარგად რა ვიცი აი მანდაც უნდა შენ თავს მოусმინო იმიტომ კი არა რომ რაღაცა ძვირადღირებული აი ამ დღეს აი რაში ვიგზნობ უფრო თავს კარგად არის დღეები როცა შეიძლება ერთი ფერის რაღაც გიგინდოდეს საკუთარ თავთან სიჩუმეში ანუ როგორ უსმენ შენ თავს მე ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა და ძალიან მიჭირს ხოლმე გაგება იყო უთქვამთ ჩემთვის ადამიანებს რამდენიმე ხაც მახსენდება რომ აი სახში ყოფნას ვერ ვიტანო და რა გამაჩერებსო რაღაცას აი ხვდები და მე ძალიან მიყვარს ანუ შენი თავის ხო ან აი რა გამაჩერებს რა ქვია ეხლა მოგზაურობა მარტო გიჟდებ მარტო კი მარტო მე რამდენიმე წელი 7-8 წლის წინ თქვი რომ მე მარტო უნდა წავიდე მოგზაურობაში და ის მოგზაურობა მე თვითონ დავგეგმე მართალია ესე იგი გადავქანდი იმდენი რამე იყო და საგეგმი და ცოტა უკვე აღარ ვიყავი კარგად როცა იმ პრენის დღე მოვიდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი
საქმე, ანუ დიდი ტური დავგეგმე და ბევრი ქალაქი, ბევრი გადაადგილება, ბევრი. კი, და იმ ქვეყანაშიც პირველად ჩავედი მაშინ და საერთოდ პირველად ვიმოგზაურე მაშინ მარტო. მე მეშინია მარტო. აი ხო, მაგრამ ეხლა ეს შიში უნდა გადავახოჭებო შორენა. ხო. აი ძალიან საინტერესოა ესეც რა. აი, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა არის, როცა მოგზაურობ მეგობრებთან ერთად, იქ სხვა ემოციებია, სულ სხვა არის, როცა რაღაცა ბავშვებთან ერთად ხარ, ხო? სხვა შენი დღე სხვანაირია, შენი ინტერესებიცაც რაღაც სხვანაირად განსაზღვრავ, ხო? და აპრიორიტეტებ და როცა მარტო ხარ, ის კიდე აბსოლუტურად სხვა დაკვირვებაა, იმიტომ რომ შენ თავს სხვანაირად იცნობ როგორ შედიხარ კომუნიკაციაში, სრულიად უცხო გარემოში, სრულიად უცხო ატმოსფეროში, სადაც შენიანი არავინ არ არის და არც არავინ იცის შენ ვინ ხარ, არც შენი წარსულით, არც შენი აწმყოთი, ვისთან ხარ და ვის დაკარგვი ხარ, ხო? ამიტომ აი საინტერესოა დააკვირდი ამ პროცესს, როგორი ხარ შენ ამ გარემოში, რა გეძნელება და რას ვერ ვლახავ ამ სიტუაციებში. შენ იწყებ პირველი ლაპარაკს უცხოებთან თუ ისინი იწყებენ? მაგალითად მე იშვიათად ვიწყებ საუბარს პირველი. აი რაღაცები არის საინტერესო დაკვირვებები. რაღაცა შენ თავის სწავლობ უფრო სხვა კუთხით. კი, თან მეც ესე ვფიქრობდი, რაღაცა სულ ის რომ აი მამა ხა, აი მე და ეხა ისე რომ მოხდეს და ესე რომ ეხა ისე რომ ის რომ არ მომწყეს ის რომ ანუ არა უშავს. და ის ერთხელ წავედი და მე წავედი. ნუ ეხა გააჩნია მიმართულებასაც სად მიდიხარ, ეხა შეიძლება მარტოს უფრო გამიჭირდეს, ეხა წასვლა თქვა ინდოეთში შეიძლება, ან თქვა რაღაცა ისე. თუმცა ესეც მე ხო ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, გოგოებსაც მათ შორის. ეგეც თავგადასავალია რა, რომ გამოაგნებ იქიდან რა. აი ვიღაც არ არსებობს, ვიღაცა კაი ადამიანი შეგხვდება, რომელიც იმ გზას გაგიკლევს და მე აი ის გაგახსენდება, შეიძლება იმოგზაურობიდან ყველაზე დიდი ისე ვთქვათ ჰაილაითი იყოს ის, იმიტომ რომ აი ის ადამიანი იმ მომენტში გამოგიგზავნა სამყარომ, რომ შენ გამოგეკვია ეს. მოკლედ აი გააჩნია შენ როგორ შეხედავ ამ ყველაფერს რა. აი რომ ამბობ რომ მეშინია, ესე კი ეგ ეხლა ერთხელ რო გადავახავ. კი, აუცილებლად უნდა გადავლახო და ვემზადები ამისთვის. ხო, იმიტომ რომ მე რაღაც შენი თავის მიმართად სხვანაირი ნდობა და ეს გიჩდება კიდე უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, რაღაცა გადააფასებ შენ შესაძლებლობებსაც და ეს უგანახლებადი პროცესია ხეთ. ეგ აიცი რა მაინტერესებს? ახალგაზრდობის სურნელის შექმნის საშუალება რო ქონდეს. როგორი იქნებოდა? არ ვიცი, სხვათა შორის ეს სურნელი და არომატების არჩევა ისე მიჭირს. ძალიან მიჭირს. სხვათა შორის არომატების და სურნელის არჩევა ძალიან მიჭირს. როცა შევდივარ მაღაზიაში ხოლმე, აი თუ აი სამჯერ თუ დავყნოს ერთხელ, მე მქონდა გამოვიდა. იცით რომ ჩუქნიან ხოლმე და აი მაჩუქავა, შენიერე ნაჩუქა ცხენსო თუ როგორ არის, კბილი არ გაესინჭება. მე რო შევდივარ. ეს უფრო უკეთესია ესა და ეს არ თავდება და მე უკვე უბრალოდ გამოვდივარ. და როგორი მოხწონს უფრო ტკბილი, უფრო ეცი რა ყვავილები. იცი რა ტკბილი, მაგრამ აი ძალიან ისეთი აი მახრჩობელა ტკბილიც არა რა. რაღაცა ისეთი, აი სასიამ ყოველთვის რო ვარ მის ხასიათზე. აი არის რაღაც სუნამოები, რომლის ხასიათზეც ყოველთვის არ ვარ. და არის რაღაც სუნამოები, რომელიც აი ყოველთვის მსიამოვნებს განურჩევლად დღის და აი ვამბობ რომ ნუ ეს ჩემია ესე იგი რა. ხო და რაც შეხება რა ვიცი ახალგაზრდობის არომატი და ეს სურნელი როგორი იქნებოდა არ ვიცი ესე კონკრეტული რაღაცა ყვავილი რაღაცა ალბათ უფრო იასამანი სადღაც აი მაისში რაც ხდება ეგ რა ალბათ მაისი ჩემი თვეა მაისში ვარ დაბადებული და ვთვლი რომ ყველაზე კარგი ისე თქვა და ესეთი თვეა როცა ყველაფერი უკვე ყვავის რაღაცა ხილი მრავალფეროვანი უკვე რაღაცა
ჰაერში როა. კი, ამზადება Love is in the air. აი, გეთია მას. როგორია ეკა სახში? და გარეთ. რა ვიცი. ერთნაირია? აუტანელი შემიძლია ვიყო და ძალიან საყვარელი შემიძლია ვიყო. და არ ვიცი ხა რომელზე გავაკეთო პროფესორები. ანუ იცლება ეკა? აი ნახე ეს რა, აი გეტყვი. თუ მაქვს რაღაცა ისეთი აი ვმუშაობ თქვა რაღაცაზე, რაც აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ну, რა ვიცი, აი ბოლოს რაღაცა თეატრში ვამზადებდით რაღაცა პრემიერას მოკლედ და ეს ჩემთვის იყო მორიგი რაღაცა ისეთი გამოცდა, რომელიც ჩემ თავს მე თეატრში ესე არ მითამაშე არასდროს. და აი ძალიან მაღალი იყო ჩემში პასუხისმგებლობის შეგრძნება და ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის რომ ყველა მეუბნებოდა რომ შენ რა გაქვს სანერვიულო, იმიტომ რომ გონიათ რომ აი ნუ რა, მაგრამ პირიქით არის ეს სინამდვილეში, იმიტომ რომ დაძაბული, კონცენტრირებული, ფოკუსირებული. არა, ხო, აი მე გეტყვი, ეს შეიძლება ცოტა ობსესიური მდგომარეობაც იყოს, მე ვაღიარებ ამას, მაგრამ აი ის დრო, ის ბოლო რაღაცა, არ ვიცი, რამდენი იყო ხო, რაღაცა 2 კვირა თუ რაღაც, აი უკვე ბოლოსკენ რომ მოიჭიმება, ეხა თავიდან როცა ჯერ რაღაცა იტყულობ და ასე მოდიხარ რა ხდება და რაღაცა ამაზე რომ აი ბოლოს უკვე რა, ბოლო თქვა 1 კვირა. აი მე აი არიან ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ რომ სპექტაკლამდე, კონცერტამდე 15 წუთით ადრე რაღაცა სახინყლეში წავიდეს, დაბადების დღეს წავიდეს, რაღაცა იქ რა ვიცი მიტოზე და მაროზე ანეკდოტი მოყვეს და მე უცებ გავიდეს. ანუ მე მჭირდება რაღაცა ჩემი დრო და სივრცე მჭირდება რა. ნუ კონცენტრირებული, ფოკუსირებული, ხო. შეიძლება ჯერა რომ სადღაც ამებს ეხა ჩემ ენერგიებს რომ გავფანტავ რაღაცას იმას ვაკლებ. შეიძლება ეს შეიძლება პრობლემაა ეს და ასე არ არის, მაგრამ აი მე ესე ვხედავ და ესე მჯერა რომ აი ეხა ყველაფერი ის რო არის მოჭიმული, აი იმისთვის მაქვს ეხა ეს რესურსები და ეს იმები მოჭიმული რა და მოდი ეხა ეს 1 კვირა ამისთვის ვიქნები და მე კი ბატონო პერფექციონისტი ხარ? ხო, ну, რა ვიცი, როცა რაღაცას ვაკეთებ, მინდა რომ ზუსტი უკეთესი არასდროს არ ილევა და ყოველთვის არის რაღაც რაც მით უმეტეს ეხა ყველა პროფესიაში ალბათ რა, მაგრამ თან ხო იცი რაღაცა ხელოვნება და ამ შემდეგ სულ არის რაღაც, არ არის ეხა სწორი და არასწორი, სულ არის რაღაც, რაც შეიძლება და სხვანაირად გაგეკეთებინა, სხვანაირად გითქვა, იმ დღეს სხვა ხასიათზე ყოფილიყავი, სხვა ადამიანი შეგხვედრო და სხვა რაღაცაზე სიხშირეზე ყოფილა და ასე შემდეგ, მაგრამ ხო აი ეს მაგ ხოლმე, აი მაგალითად თუ იყო რაღაცა ტელევიზიო ხრივაც რაღაცასთვის ვემზადები, ან უნდა ვიცეკო, ან უნდა რაღაცა ჩავწერო, რაღაცა აი ვიცი რომ მე ის დრო ჭირდება რა, უნდა ჩემი სივრცე და ჩემი რაღაცა დრო და მომენტი მჭირდება. რომ მე იმაზე ვფიქრობ და რაღაცას ვამუშავებ. თეატრია უფრო შენი კინო. არ ეს ძალიან მიჭირს. შენი უფრო რა არის? ძალიან ბევრი წელი ვეწინააღმდეგებოდი ჩემს თავს იმ თვალსაზრისით, რომ აი მინდოდა რომ რაღაცა მომექცია ისეთ ჭრილში, რომ სადაც ვთქვათ ავისხლეტდი მხარეს, რომ აი მე უფრო ყოველთვის ვიყავი და ვარ ხელოვნებისკენ და ძალიან ბევრი წელი ვუკრავდი კლასიკურ მუსიკას. ხარ რასაც უყურებ, საოცრება. არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ მე ხა ფაქტებს გეუბნები უბრალოდ, რომ ესეც ფაქტებია. ხო და ანუ მე რაღაცა ეტაპში რაღაც ჩავრთე ის მომენტი, რომ რაციონალურად მიმეცა, ასე ვთქვათ რა, რაღაცეებისთვის მოკლედ მიმართულება და პროფესიის არჩევის დროსაც რაღაცა გავითვალისწინე ის მოცემულობები, ვთქვათ, ქვეყანაში, სფეროში, ბევრი, მაგრამ თუ ბევრი რაღაცა, მოკლედ აი რო ეცდები რომ მოდი ახლა მე რაციონალურად გადავწყვეტ ამას და რაღაცა ესე ავირჩიე პროფესია, მაგრამ აი მაინც ესე ხდება, რომ რაც შენში არის, აი ის მაინც არ გასვენებს და მაინც სადღაცა ის
ამოყოფს თავს და ესე მოხდა რომ მაინც რაღაცა მონათესავე დარგებში მაინც იყო ვთქვათ ფილმები სერიალი იყო და აი იმიტომ რომ მაინც იქით აი რაღაცა თავისთავად მაინც იქით გეკაჩება. რაც შეეხება თვითონ რადიოს და ტელევიზიას ახლა ეგ როგორ შეიძლება რომ არ დააფასო და არ სწორად არ გაანალიზო ის ვთქვათ სარგებელი და ბენეფიტები, რასაც გაძლევს. რადიო საერთოდ ჩემი პირველი სამსახური იყო, სულ პირველი, ამიტომ ძალიან ბევრ და ისეთ კარგ წელს მახსენებს და ბევრ წელი ვიმუშაობ სხვა შორის რადიოში. ფორტუნაში და იმ დროს აი მუსიკალური თვალსაზრისითაც ძალიან ბევრს მუშაობდი ჩემს თავზე, რომ ძალიან ბევრი მუსიკოსი აღმომეჩინა, სულ ვეძებდი რაღაც საიტებს, საიდანაც აი რაღაცა უცნაურ და ისეთ იშვიათ ჩანაწერებს მოусმენდი და აი ანუ ამ მხრივ ეს რადიოს პერიოდი ძალიან ვთვლი რომ გემოვნების ჩამოყალიბების თვალსაზრისით და ასე შემდეგ ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ თან მუსიკა აი მუსიკის გარეშე საერთოდ არ ვარსებობ, იმიტომ რომ ჯერსეთი ოჯახშიც სულ ამ გარემოში გავიზარდა, იმიტომ რომ დედაჩემთან მოდიოდნენ სულ მოსწავლეები და მთელი ბავშვობა დედა მუსიკოსია, პიანისტია, ბებიაც შესაბამისად ეს გარემო იყო სულ რომ დედასთან სულ მოსწავლე მოდიოდა მე ისე კარგად მახსოვს პატარა რო ვიყავი ხოლმე აი როგორი დანანებით და რაღაცა შევნატროვდი რა უფრო ამ უფროს გოგოებს, მე მგონი უფრო გოგოები მოდიოდნენ ხოლმე მოსწავლეებს, რომლებიც აი ძალიან კარგად უკრავდნენ და სხვათა შორის დედაჩემი იხსენებს ხოლმე რომ დედა რო ამეცადინებდა მოსწავლეებს, მე ჩემთვის მქონდა პატარა კუთხე, პატარა სკამი, სადაც მე ვიჯექი მე თვითონ სავარცხელი რომ წარმოიდგინო თმის სავარცხელი ყოველთვის მე დოია ტაქსზე, ეს იყო ჩემი პედალი და მე ცალკე ჩემი კონცერტი მქონდა და იმე პაროდია იყო, იმიტირება იყო, რაღაც არ ვიცი, მოკლედ მე იქით უკრავდი. და ისე არ უკრავ? როგორ არ უკრავ, მე ძალიან ბევრი წელი უკრავდი კლასიკას, სხვა ჯერს ბევრს ეგონა კიდეც რომ კონსერვატორიაში ჩავაბარებდი. და რატო არ? აი არ ვიცი რატო არ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა და დღევანდელი გადმოსახედიდან ხვდები, რომ ცუდად ეგ საქმე არ გამომდიოდა მე. და ეხლა არ გინდა რომ დაბრუნება იმ ყველაფერთან და იმ ტექნიკის აღდგენა და ეს ყველაფერი. მე ვთქვი ძალიან მალე აღადგენ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა იყო, იცი, იმდენად ეს გარემო იყო ჩემთვის ჩვეულებრივი და ორგანული. და იმდენად მუსიკა სულ იყო, რაც მე ჩემი თავი მახსოვს. რომ აი შენ წარმოიდგინე, შეიძლება ზუსტად ამიტომაც არ მიფიქრია, რომ ამერჩია პროფესია. შეიძლება ეხლა სიგიჟეს ვამბობ და პარადოქსია, მაგრამ აი თითქოს ესეც უნდა ყოფილიყო და რაღა საჭირო მიყო, რომ ხო, აი არ ვიცი, რაღაცა ესე მოგწონდა, აი დედა ბები, აი მოგწონდა, აი მათი პროფესია, თვითონ პროცესი. და იყო ხოლმე რაღაცა მოკლე პერიოდი მახსოვს, რომ იყო ხოლმე ის, რომ ნუ რასაკურველია რაღაც ეტაპზე უკვე ძალიან რო გართულდა პროგრამა და ყოველთვის უფრო რთულ პროგრამას ვუკრავდი ხოლმე ვიდრე თქვათ ასაკობრივად მეკუთვნოდა რა და მახსოვს რომ რაღაც მომენტში აი უცებ არარეალურად გართულდა ეს პროგრამა და აი მახსოვს რომ კონფლიქტი იყო სერიოზული დედაშვილს შორის იმიტომ რომ უკვე აქ იყო რომ დედა და შვილი და თქვათ პედაგოგი და მოსწავლე რა და ნუ მას რა თქმა უნდა უწევდა დახმარება ჩემი თქვათ გარჩევისას იყო თუ ასე შემდეგ მე მაგრამ ეს ძალიან მოკლე პერიოდი იყო და აი უცნაური ის არის რომ როდესაც დავამთავრე 7 წლები არავის არ ქონია მოლოდინი დედას არ დაუვალდებულები არასდროს მიუხედავად იმისა რომ აი შეიძლებოდა ხო ხა თვითონ მუსიკოსი იყო და ქონოდა აი ეს მოთხოვნილება თუ რაღაც სურვილი შინაგანად რომ აი შენც კარგად გამოგდის და აი გააგრძელე და გაყევი ამ საქმეს და შემდეგ მაგრამ აი ეს არ მიგრძნია არასდროს რა და 7 წელი რომ დავამთავრე ნუ ფიქრობდა რომ აი ხო რაც მინიმუმი შეიძლებოდა ეს გავაკეთეთ და აღარ გააგრძელებს და არც მიკითხია ისე გავაგრძელებ რომ მივხვდი ის დღე რომ დადგა და რომ გავიაზრე რომ მე აი ჩავაბარე უკვე დამამთავრებელი გამოცდები, კონცერტი დაუკარე, ყველაფერი და მორჩა არ არსებობს მეთქი და აი ესე რომ დეჩებს არც გაუგია
ისევ მისაღები შემდეგი რაღაც 6-ი გამოცდა თუ რაღაცა იქ იყო ლიტერატურა ჰარმონია ის ჩავაბარე საერთოდ ჯერ 13 გამოცდა ჩავაბარე ჯერ დამამთავრებელი და გავაგრძელე შემდეგი კიდე კოლეჯი ამის მერე უკვე კონსერვატორია იყო რა და ამიტომ აი იმდენად წარმოუდგენელი იყო ამისი გაწყვეტა რომ მე გავაგრძელე უბრალოდ მე უკვე აბიტურიენტობა იყო სტუდენტობა და ასე შემდეგ და მე უკვე მე უნივერსიტეტში ჩავაბარე და რაღაცა და ნუ მე თავისთავად ნელ-ნელა ასე ვთქვათ შესუსტდა პიანისტობის თვალსაზრისით რა ეს დიდი კავშირი ემოციური თორემ მუსიკა ისე სულ არის მომის გარშე არჩენილი. აქვს რამე წიგნი, ადამიანი ან სიტუაცია, რომელმაც აი სრული ტრანსფორმაცია მოახდინა შენ ცხოვრებაში. არის ასეთი, აი მე მაგალითად მაქვს რაღაც წიგნი, ხო, რომელიც წავიკითხე და რაღაცა აი სხვა რეალობაში გავეღვიძე ერთ დღეს, ну, მრავალი წლის წინ. შეიძლება ადამიანი, შეიძლება სიტყვა, შეიძლება რაღაცა სიტუაცია არის შენ ცხოვრებაში რამე ისეთი? იცი რა არის სხვადასხვა ეტაპზე რაღაცა სხვადასხვა რაღაცეები მოდის წინა პლანზე შეიძლება ვთქვათ იმ ინტერესებიდან, იმ ეტაპიდან თუ ფაზიდან გამომდინარე, რაშიც ვთქვათ შენი მომენტში ხარ, რაღაცაზე უფრო მეტად რეაგირებ, რაღაცა უფრო მეტად გვხდება და გიბრყამს ხო, ასე ვთქვათ. აი არ ვიცი სულ ვაკვირდები და სულ ცვალებადია იქ პროცესი, მაგრამ სხვათა შორის ამას წინათ ესეთი ძალიან ცნობილი სპიკერი არის ეს კაცი ძალიან ჭკვიანი, არაერთი ბესტსელერის ავტორი და ასე შემდეგ გერმანელი ეკჰარტ თოლე და იმისი ესეთი გამონათქვამი შემხვდა და დამამახსოვრდა და ვთქვი რომ აი მე არ დამავიწყდეს, უმახსოვდეს რა არ დამავიწყდეს. და ეხა ამომიკივტივდა რადგან მკითხე ეთყობა რაღაცა ყველაზე ისეთ ფრეშ და ცოცხალი ეგ არის და რომ რა ნახე ესეთი რამეა რომ რა განმანთავისუფლებელი შეგრძნება არის, ანუ რამ ხელა შვება იმის გაანალიზება, გაცნობიერება, რომ ის ყველა ხმა რაც გონებაშია, არ ვარ მე. და აბაო, აქვე ისმის კითხვა რომ აბა მაშინ ვინ ვარო? და ის რომელმაც ეს იცის. ვაუ ხო, ანუ აი ძალიან მაგარია რა, იმიტომ რომ აი სულ რო არის, რომ აი ვინ ვარ და აი რა ვარ და რაღაცა ჩემი წარსული ვარ, ჩემი ოჯახი ვარ, რა ვარ ეს ჩემი სახელი ვარ, გვარუსოჩ გუში მქონდა ამაზე ჩემ მეგობართან საუბარდი, მენაც ძალიან საინტერესო დაკვირვება შემომთავაზა ამაზე, რომ აი სახელი და გვარი და რა სატარებს ადამიანზე, რას ამბობს რა. აი ნუ აი მე ვარ ეკატერინე ამირეჯიბი და ბოლო რა იდეის და რა მოდის სხვათა შორის. ხო, მაგრამ აი სულ რო ფიქრობ მე იმაზე რომ აი ყველაზე თითქოს მარტივი შეკითხვა რომ აი ვინ ვარ და რა ვარ საერთოდ ხო? ანუ საბოლოო ჯამში რო დაუკვირდები და კარგად ჩახვალ სიღრმეში მიხვდები რომ აი ეს ყველაფერი ხარ რაც შენ ერთი შეხედვით გონია. ანუ როგორია ეკა ფერადია თუ ერთფერშია? ხან ისეთი, ხან ესეთია. ალბათ ძირითადად მაინც უფრო ფერადია, მაგრამ არის ესეთი დღეებიც, როცა შეიძლება ძალიანაც სევდიანი ვიყო და ძალიანაც სხვანაირია ხა. დღევანდელი დღისგან განსხვავებით, შეიძლება საერთოდ არ მინდოდეს ლაპარაკი. ეკა ვისი მადლიერი ხარ ყველაზე მეტად შენ ცხოვრებაში? ვისი? ну, რა თქმა უნდა, ოჯახის, ჩემი ოჯახის, რომელმაც რაღაცა ის ფუნდამენტი თუ რა ვიცი რაღაც ჩაყარა და ჩადო ჩემში და ყველა იმ ასე ვთქვათ წაგებული წარუმატებლობის და რაღაცა წაგებული მომენტების რაც ყოფილა. Трой ჩემთვის აი ეგ იყო ერთ-ერთი ტრანსფორმაციული მომენტი, როცა მე მივხვდი რომ ეგ ყველაფერი სინამდვილეში იყო ჩემი სიმდიდრე.
აი ეგ იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი, როცა მივხვდი, რომ ანუ ეგ სინამდვილეში არის ანუ ძალიან დიდი სიმდიდრე რა. ხო, ნამდვილად. და იმაგას რომ მიხვდები, მე უკვე It's okay. და ერთი კითხვაც და ძალიან მინდა რომ არ დამთავრდეს ეს ჩვენი საუბარი, მაგრამ ნუ ხო იცი როგორც ხდება შენი დრო პირველ რიგში და ასე შემდეგ. რა არის ეკა ამიეტივის ახალგაზრდობის ფორმულა? აი რაღაცა პატარა დასკვნა რო გავაკეთოთ ამ ყველაფრის, რა არის ეკას ახალგაზრდობის ფორმულა? ნუ ის რო ენერგია ეს პირველი მე ეს დავინახე რომ აუცილებლად მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ მუდმივი აუცილებლად მე ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს აი ახალი გამოწვევები და ახალი გამოჩნდები აი რაღაცა რომ დღეს არ გამომდის და აი მე და პანიკაში ვარდები არა აი ის უნდა ესე იგი ის არის რა იქ რაღაცა იქ ესე იგი იქ გაქვს შენ სამუშაო თორე ახლა სადაც ესე ხარ და კომფორტში ხარ ის არ არის რა. ადამიანი მგონი არც ვითარდება ჩემი აზრით. ხო, მაგრამ რამდენი იცი ესე? მე ბევრი ვიცი. მეც ბევრი. რომ აი რაც ვიცნობ იმ კომფორტის ზონაშია. ხო. სულ და არ უნდა და აწყობს ის. ხო და ჩემთვის ენერგიის მომცემი არის ზუსტად ეს. კიდე სულ არ ვიცოდი ისწავლე. რაღაცა არ ვიცოდი, მეუბრუნდი და აი ეგ ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს. და აი მათ ცოცხლებს სპორტი. ესე იგი სპორტში ერთი პრობლემაა, მაგრამ დისციპლინა. ვიწყებ სამი თვე ვარ გიჟივით. ვარჯიშობ ყოველდღე. ვერ მაკავებენ. სამი თვის მერე რაღაცა მემართება და ვერ მერე. აი სულ რო აი ეხა ეს გამოწვევა შემიძლია დავსახო აი შენთან ახალგაზრდობის ფორმულაში რა აი ცხოვრების წესად სულ ადექი წადი აი ხო შენ რავი დღეში ხოჭამ ორჯერ მინიმუმ აი წადი რა ერთხელ რა დღეში რა მოგივა და თავის მოვლაში აი ხარ მობილიზებული ხო მოკლედ ახალგაზრდობის ფორმულა ინტერესი ცნობის მოყვარეობა ახალი მიზნები, ახალი გამოჩნდები საკუთარი თავის და აი პროგრესის შეგრძნება, პატარ-პატარა გამარჯვებები. აი მე ძალიან მაცოცხლებს. აი პატარ-პატარა გამარჯვება. არ არის აუცილებელი რომ მე ხა უნდა გავხდე მილიონერი მომავალი წელს. აი ხე არ ვიცოდი და ეხა გამომდის. ვა ეხა რა მაგრა აი ეს პატარ-პატარა მოგებული ბრძოლები და ომები ჩემთვის არის აი აჯილდოებს შენ თავს ხოლმე? არა. ხანდახან კი, ხანდახან ვერ. ყოველთვის არ გამომდის. ბევრ ამაზე აქ დამოკიდებული, მაგრამ ვცდილობ, აი მოგზაურობით ვცდილობ ხოლმე. მოგზაურობა ძალიან მიყვარს და აი ესეც ძალიან მავსებს და მაძლევს ენერგიას. აი ახალი ადამიანები, ახალი კულტურა, ახალი პრობლემატიკა, ახალი ხედვა. აი რაღაც ახლი და სხვანაირი რაკურსით გაჩვენებს ძალიან ბევრ რაღაცას. ისე ვიცი რომ ძალიან რამდენიმე ენა იცი უცხო, ხო? ენები სწავლა ხოჭის მიყვარს რა. ეხა ინგლისურად ძალიან ბევრი წელია ძალიან ჩემი ასე ვთქვათ ცხოვრების და ინფორმაციის მოპოვების და ყველაფრის ესა პოლონური იყო ჩემი მეორე ენა სხვათა შორის პოლონეთში სწავლობდი ცოტა ხანს უნივერსიტეტში იყო პოლონური ჩემი ენა და ძალიან კარგი აღმოჩენა იყო ის რომ აი რამდენიმე წლის წინ როცა უკვე ძალიან დიდი წყვეტის ნუ რუსული ჩემ თაობამ ჯერ კიდე ასე თუ ისე იცი შეიძლება ისე კარგად როგორც ჩვენმა მშობლებმა იცოდნენ სხვადასხვა მიზეზის და გამო არა მაგრამ რასაკვირველია ვიცი ეს არ ვიცი ჩემი არჩევანი გააზრებული მაშინ არ ყოფილა სიმართლე გითხრა მაგრამ ნუ ესე იყო ხო და მიყვარს ენების სწავლა იმიტომ რომ აი ახლიდან იცნობ მე შენს თავს რაღაცა აი ფეხის ადგმასავით არის პატარა ბავშვი რო იწყებს სწავლას და კიდე რაც შეეხება თავის მოვლაზე მკითხე კი თავის მოვლას რაც შეეხება ფეის იოგას არა იცი რა არის სხვათა შორის აი ისე რომ რაღაცა რამდენიმე აი ეხა ეგ ვიცი რომ ისეთი პროცესია რა ორჯერ გავაკეთე 2 დღე და
მე ორ თვე დისციპლინა გექება ყველავარი. მაგრამ რაღაცა პერიოდი იყო, ხო თუ შენს ვიდეოებსაც უყურებდი ხოლმე, იქ რაღაც ბოთლის თავსახური ხან და რაღაცა და ესე და რაღაცები მახსოვს, მე ესე აკეთებდი ხოლმე. ხო, რაღაცები მიცდია, მაგრამ აი ესე რომ რაღაცა ძალიან ისეთი შედეგი დამენახა, არ ვაცადე, იმიტომ რომ ხანგრძლივად ეს არ გამიკეთებია. რაც შეეხება, ну აი ფიზიკური აქტივობა ყველა ვარიანტში, ჩემ თავსაც ვეუბნები და საყვედურობ ხა ამას რომ ვამბობ, მარტო თქვენ არა. აი წყალი. რამდენს ვარ? არის დღეები რომ არ გამომდის ესე, აი განსაკუთრებით თუ რაღაცა ისეთი განრიგი მაგდა, სულ გარეთ ვარ მიჭირს რომ აი 2 ლიტრი წყალი მივიღო, მაგრამ ვცდილობ. ну 1 ლიტრი მაინც ხო? ლიტრი ნახევარი ალბათ. წყალი თავის მოვლაში კიდე, ну აი შეძლების დაგვარად ყვებაც ახლა მე მაგალითად რამდენიმე წელი ხორცს არ ვჭამდი. რას ვიძახი? და იდეურად სულ მაკეთკენ მივიუტვი და მივიხვწვი და აი ძალიან დიდ დისკომფორტში ვარ, როცა ეგრე არ ვარ. 4 წელი არ ვჭამდი და ეს ისე მოხდა, ისე ბუნებრივად და უმტკივნეულოდ, რომ ესე იგი რაღაცა შინაგანად ეს ну აი მე თვითონ არასდროს არ მოვიმზადებ რა, არასდროს, ან ყოველთვის რაღაცა სხვას ავირჩევ. ანუ რაღაც მომენტში მე ვფიქრობ, მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია და დღეს მე ასეთი დასკვნა გავაკეთე. ეკა ამირიჯიბი არის ენერგიული ადამიანი, საკმაოდ დისციპლინირებული, როცა ჭირდება. მცირე ჩავარდნებით. უყვარს წარმატებები, უყვარს მოგზაურობა. უყვარს ადამიანები, ანუ ფორმულას ვადგენ ახლა, ადამიანებთან. ხანდახან არ უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ყოველთვის არა. ხო, მაგრამ ცვლილებები. ცვლილებები და სიახლეები ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. გიყვარს, როდესაც იცვლება კადრები, იცვლება ადამიანები, იცვლება კი, მე ვფიქრობ, რომ ეგ აუცილებელია. და ეს ქმნის უკვე შენ ენერგიის და წყაროს ეს ქმნის ჩემთვის. ჩემთვის აი ცვლილებები ადამიანებში ცოტა მიჭირს. ქვეყნები მიყვარს, მაგრამ ადამიანებთან ერთად, აი მე უფრო ჯგუფური, აი მე უფრო როგორ ვარ იცი, ბევრი ადამიანი მჭირდება, ბევრი უნდა იყოს ჩემს გარშემო. ეს შეიძლება პროფესიული თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ბავშვობაშიც ვიყავი. შენ ხო რაღაცა გუნდს მართავ, შენი ხო, გუნდი სულ მჭირდება გუნდი. ანუ მარტო მე ცოტა მარტო შემიძლია ყოფნა სახლშიც, მარტო თქვა შემიძლია 1-2 დღე სადღაც გავიდე ქალაქგარეთ, იქ მედიტაცია და ამბები, მაგრამ დიდხანს ვერ ვჭერდები. მაგრამ სხვათა შორის, როცა მქონდა ტრანსფორმაციის პერიოდები, აი 46 წლის ასაკში მქონდა ესეთი სერიოზული. აი მაშინ მოთხოვნილებაც მქონდა, რომ დაბადების დღეზე ყოფილიყავი მარტო. მართლა? კი, აი წავედი ქალაქგარეთ, ოღონდ საზღვარგარეთ არა, ქალაქგარეთ. შეუკეთე ჩემთვის რაღაცა ეს პატარა რაღაცა. ვაიმე, დავინახე ხა კადრი. გამობრანჭული ლამაზი და მარტო და საერთოდ არავინ არ მინდოდა, რომ რაღაცნაირად აი არავინ არ მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ბევრი ადამიანი. ესე იგი ეს გჭირდებოდა ხო მაშინ? იმ მომენტში გჭირდებოდა, კი. ესეა და ნუ ზოგადად ხო, ამიტომ არასდროს არ უნდა მისცე სხვას, გარემოს, სოციუმს, სხვებს გითხრან შენ რა გჭირდება იმ მომენტში, ისე შენ ეს გჭირდებოდა იმ მომენტში რა ყოფილიყავი მარტო. ხო, იცი როგორც აი ახლა რომ წარმოვიდგენ, ახლა მარტო მინდა თუ არა დაბადებს, რა აღარ მინდა მარტო. ანუ იმ მომენტში ძალიან მინდა და ყველას უყურებდა, როგორ მარტო, რანაირად ასე. მოხდა რამე? ხო, რატო მარტო რა ხდება? გეწყინა რამე? გეწყინა, გაწყინინეთ? არა. ან კიდე რაღაცა, მაგრამ ნუ აი ესე მინდოდა და შევასრულე და ძალიან ბედნიერი ვიყავი და ზუსტად მაშინ მოხდა ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია ჩემი შინაგანი მენტალური. აუცილებლად რაღაც ახალი გამოვიგონე სხვათა შორის და ის ახალი შემოვიტანე ჩემ პროფესიაში. აი მაშინ მოხდა ეთყობა მომწიფდა. ჭირდებოდა რომ მომესმინა, დამენახა და რომ გამარტოვდი ზუსტად ჩემ დაბადების დღეს, რომ დავბრუნდი
ჩემ პროფესიაში რო შევედი, ანუ მე ხო საახლე მასაჟ და ესა. შეხვედი და შეხვედი. შევედი, აი მაშინ რაღაცა სხვა რაღაცა, აი ხო რაღაცა ახალი. კი, რაღაცა განახლება იყო შენთვის რეფრეში. წამოვიდა რაღაც სხვა დატრიალდა. საოცარი იყო. მე თვითონ აი ზოგჯერ ესე ხო იცი, აი ჟუანტელი რო გააკდა ცრემლიც მოგდის. იმიტომ რომ რაღაცა ახალი დაიბადა. რაღაცა დაიბადა და ვერ ხვდები საიდან მოვიდა. და ეტყობა აი ამ განმარტოების სურვილი, ალბათ იმიტომ ეს. ხო. და იცი რა არის, რას დავამატებდი, ალბათ დამეთანხმები, რომ აი ეს ადამიანები ასევე ჩვენ ვთქვით, რომ აი რა გაძლევს წყაროს რაღაცა ენერგიის და აი ეს ადამიანები, რომლებიც რიცხობრივად შეიძლება ბევრი ესეთი არ იყოს და არც არის საჭირო. კი, ნამდვილად. ის ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ყოველთვის რაღაცა ახალზე გაფიქრებს, ან ახლებურად განახებს რაღაცას. აი რაღაცა ახალ პერსპექტივას. აი არიან ესეთი ადამიანები, ჩემთვის, რომელსაც სულ მაინტერესებს ვკითხო, რომ აბა შენ აი როგორ? იმიტომ კი არა რომ ოქსფორდი აქვს იმას დამთავრებული, ან ამის თქმა მინდა რომ ეს არ განსაზღვრავს რა, ყოველთვის აი წარმატებულ რაღაცაზე და სიბრძნეზე ასე შემდეგ. აი ეს ადამიანები, რომლებიც რაღაცა ახალს აჩენენ ჩვენში რა. აი რაღაც შეიძლება ახალი ფილმი ჩაგიგდოს და გითხრას რომ აი ეს მოახდენ შენში რაღაცა მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. ხო, შთაგონება, ახალი მუსიკა, ახალი წყარო, აი ახალი ინფორმაცია, ახალი წიგნი. ეს არის უძვირფასესი რაღაცა რა. აი უძვირფასესი რაღაც, რომ ვიღაცა რომელსაც შენთვის გამოიმეტებს, აი ძალიან მაგარ, რა ვიცი, ნაწარმოებს, იტყვი გეტყვის, რომ აი შენ ეხა ეს გჭირდება, ან შენში ეს რაღაცას შეგმატებს. მოტივატორები. ფილმი, წიგნი, რა. რაღაცა ოღონდ თავისებურად სხვადასხვა მიმართულების მოტივატორები, ალბათ. ან რაღაცას მოგიყვება, აი რაღაცა ექსპერიმენტს, რომელიც აი თვითონ წაიკითხა და რაღაცა და აი კი, რაღაცა გუში მომიყვა ჩემმა მეგობარმა ესეთი რაღაც და მეთქი რა what აი ეხა ისეთი მადლობელი ვარ რომ იმან მე ამირჩია რომ ის გამიზიარა მე იმიტომ რომ მე იმის მერე იმაზე ვფიქრობ რომ ვა მეთქი რანაირად მოხდა აი როგორ და ეხა მინდა რომ დავსაჭო და გავიგო ანუ აი ესეთი ადამიანები რომლებიც სულ რაღაცა ახალს აი განვითარებას ნუ ეს ნიშნავს რომ ეს ადამიანებიც მუშაობენ საკუთარ კი რა თქმა უნდა სხვათა შორის ეხა ჩემი წრე პირადად აი ჩემი წრე ძალიან არის აი ვინც ახლოს არის ჩემთან ხო ძალიან გაგიკვირდება მე ხოთ იმისა რომ ბევრ ხალხში ვარ ჩემი პირადი წრე არის ძალიან ვიწრო ხო და ზუსტად ისეთი ადამიანები ყავს ვინც ჩემთან ერთად ვითარდება და არა უკანია ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხო და ესეც რაღაცაც შეიძლება იწვევს ხოლმე რაღაცა აცდენას რა ეს შეიძლება იყოს წყვილებს შორის შეიძლება იყოს მეგობრებს შორის შეიძლება იყოს რა ვიცი ოჯახის წევრებს შორისაც რა არ გქონიათ ესეთი მომენტი რომ აი გავიდა რაღაც ბევრი წელი და შეხვდი რა ვიცი კლასელს რაღაცა ძალიან დიდი და აი და უცებაი უსმენდა ანუ ისევ იგივე ხუმრობა ისევ იგივე რაღაცა აზრი ისევ იგივე რომ აი რა ვიცი თქვენსკენ რა ხდება რა ვიცი ისევ იქით რავი მე და აი ხვდები რომ აუ კარგი რა ანუ ხვდები რომ აღარ გინდა ეს რა და აი ვეღარ არის მე იქ რაღაცა თანხwebdriver ბუნებრივად რა გასაგები ხე იმის ხორბა სხვანაირად გავითარდა ეს რაღაცა საყვედურს კი არ ემსახურება ჩვენ არ ვიცით ვინ რა გზას გადის ხო მაგრამ და ვის რა არჩევანი მიეცა კიდე ამ გზად მაგრამ ნუ ხვდები რომ აი ეს უკვე აღარ გაჩელენჯებს შენ ანუ შენ აღარ გამოწვევის წინაშე არ გაყრებს რომ გადაახტე რაღაცას და კიდე ახვიდე და რაღაცა მეტი რა სხვათა შორის მე რა მემართება ხოლმე იცი ესეთები რომ ხვდები ან მეთქი ახლა არის ფიქრობს ან თავში აუვარდაონ რაღაც ნუ არ მაინტერესებს უკვე ის წარსული არ მაინტერესებს ის რაღაცა ის ხუცი ნეგატივი რაღაცა ვცდილობ რომ სულ პოზიტიურად ვიყო მაქსიმალურად იმიტომ რომ ვიცი რომ ისედაც იმდენად სწრაფად გადის ცხოვრება და იმდენად ხანმოკლეა ის მომენტები, რომ არ ღირს აი წარსული ნეგატიურ რაღაცა ემოციურ. ხო, ყველაზე მეტად ეს ხევს უკან სიამოვნებაში რა. უსმენ და მე ვცდილობ რომ რაღაცა მაქსიმალურად გაექცე ამ სიტუაციას და დიპლომატიურად. მე მეთქი არის ფიქრობს რომ ეხლა ან თავში აუვარდა ან კიდევ რაღაცა ხვდები როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ მირჩევნია ზოგჯერ რომ იფიქროს
დროს ვიდრე კომფორტის ზონა, ანუ მისთვის კომფორტის ზონა შექმნა ჩემი ურთიერთობით, არაუშავს ეწყინოს. ბევრჯერ მიფიქრია, ну გადაიტანს როგორმე, მე მირჩენია ჩემ გზაზე ვიარო. ის კი არის ესეთი ყველა ჩვენი გზა გვაქვს და ვფიქრობ, რომ მაინც არ უნდა დავხარჯოთ ისე მეტი ენერგია იქ, სადაც არ უნდა დავხარჯოთ. ხო, არ არის სამწუხაროდ დრო ძალიან ცოტა. ენერგიაც ცოტა. ტემპი ძალიან ჩქარია. ცოტა და გასაკეთებელი ბევრია. ვაშა. ვაშა. ეკა ძალიან დიდი მადლობა. პირიქით დიდი მადლობა. და მე ვფიქრობ, რომ აი ну შეიძლება ვილაპარაკოთ ალბათ მთელი ღამე. მე როგორმე შევხვდეთ რაღაცა აი, ამიტომ იცოდე, რომ დაბადების დღეზე მარტო არ წახვიდე. ერთად წავიდე და მოგზაურობაშიც მარტო არ წავიდე. ოკეი, შევთავაზეთ. ეკა ძალიან დიდი მადლობა. პირიქით. მინდა ისე არ გაგიშვა უსაჩუქროდ და ეხლა ფიზიკურად ასე ვერ გჩუქნი, მაგრამ სიტყვაზე გენდობი. სიტყვაზე მენდობი. ჩვენთან ხო იცი რა პროცედურასაც ვაკეთებ, რაც გინდა, რა პროცედურაც გინდა აირჩიე. შენ განკარგულებაში ვარ. ძალიან დიდი მადლობა. სიურპრიზი იყო ეს, არც ვიცოდი. ფრჩხილის მოვლა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. უღმესი მადლობა მასპინძლობისთვის. მით უმეტეს ახლა 3 მარტი, 8 მარტი გამოიყენე ეს საჩუქრები. შვენიერი მიზეზია. ჩემთანაც, აქაც, ამ ტერიტორიაზეც გვაქვს ჩვენ დაწესებულება, პოლიტკოვსკაიაზეც, სადაც გინდა, ჩვენ ყოველთვის ძალიან გაგვიხარდეთ. დიდი მადლობა. მოულოდნელი იყო საჩუქარი, მაგრამ სიამოვნებით მივიღებ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა ჩვენი აი ესეთი დისკუსია. ძალიან ბევრ სხვადასხვა თემას შევეხეთ. ეს იყო ეკა ამირეჯიბი, თავისი საინტერესო, უძლიერესი ქალური ენერგიით ახალგაზრდობის ფორმულაში შორენასთან ერთად. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ძალიან დიდი მადლობა კიდე საქართველოს ველნეს და ჯანსაღი ცხოვრების ასოციაციას მხარდაჭერისთვის.